ცუდი არაფერი არ მითხრა. რა ელოდება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს? პირადი ფული, ფინანსები და ჯანმრთელობა. ბედნიერება უნდა ყველას. თერაპიაში ყოფილ ხარ? ყველა სულიერი ადამიანის გარანტია და ცოცხალი ადამიანის გარანტია არის სიკვდილი. როგორ იქნება 2026 წელი? ოდესაც დავიწყე მომზადება ჩვენი ინტერვიუსთვის და ჩავწერე ასტროლოგია, რაც ამომიგდო ის არის, რომ ასტროლოგია არ არის აღიარებული მეცნიერებად. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამასთან? პრაქტიკულად როგორ გითხრათ, ნახეთ, ეს სრულ მეცნიერებად არის ზოგადად. ესე ცნობილი, მაგრამ ის ეფუძნება ვარსკვლავების, ასე ვთქვათ, მოძრაობას მზის სისტემაში, რომელიც, რა ვიცი, აი ოდითგანვე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ რაღაცა ცივილიზაციისგან ძალიან შორს იყო ადამიანი, ესეთი მზის თვარის კალენდრით ხდებოდა, მაგალითად, მოსავლის მიღება, დათესვა, თვარის დგომაზე არის მიქცევ-მოქცევა ოკეანის დამოკიდებული და ომებს მეფეები ზუსტად აი ვარსკვლავების განლაგებით ესე ყველას ყავდა თავისი ვარსკვლავთმრიცხველი და ომებს გეგმავდნენ და იგებდნენ ასტროლოგიის, ასე ვთქვათ, ვარსკვლავების მოძრაობის დახმარებით. ჩემთვის პირადად ეს არის ის ეგრეთ წოდებული მეცნიერება, რომელიც ადამიანს ძალიან ეხმარება რაღაცეების დაგეგმაში. გაძლევს მიმართულებას. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცებს ყოველთვის ბოლომდე თავიდან აირიდებ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, როცა გიწერია, რომ რაღაცას უნდა დაეჯახო. და არ იცი, რომ აი ეს დაჯახება შეიძლება შენ ცხოვრებაში მოხდეს. და მაშინ, როდესაც იცი და გაფრთხილებული ხარ. ანუ სიმძლავრე აი ამ დაჯახების არის აბსოლუტურად სხვადასხვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც გაქვს მზაობა რაღაცა სიტუაციისთვის, გარემოებისთვის, მდგომარეობისთვის. რაც მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკაში ძალიან ამართლებს, მათ შორის ჩემ შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე, მაშინ რატომ არ შეგვიძლია დავამტკიცოთ ის ექსპერიმენტულად და ვაღიაროთ, რომ ეს არის მეცნიერება. იცით რა? იმ ადამიანებისათვის, ვინც სარგებლობს ასტროლოგთან კონსულტაციით და ვისაც ჯერა, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ასტროლოგთან და გაუვლია თავისი პირადი რუქა. ის აუცილებლად მომავალშიც მიმართავს ხოლმე ასტროლოგს, იმისათვის, რომ ალბათ უფრო დამტკიცებულია პრაქტიკის ნაწილში. შეიძლება ესე რაღაცა ესეთი საბუთი არ არსებობდეს, მაგრამ ის აღიარებულია და დამტკიცებულია პრაქტიკის ნაწილში. თქვენი აზრით, ოდესმე მივალთ იქამდე, რომ ეს იქნება ის საბუთით დამტკიცებული მეცნიერება? იცი რა, ცხოვრებაში ხა ესე აი როგორ აგიხსნით, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი განსხვავებული აზრია. ზოგს ეშინია პირდაპირ გეტყვით. ეშინია არ გაიგოს რაღაცა უარყოფითი ნეგატიური ინფორმაცია. და ჩემს პრაქტიკაში ხშირად ქონია ესეთი შემთხვევა, რომ ცუდი არაფერი არ მითხრა, უთქვათ, ესეთი რაღაცა. ამ შემთხვევაში როგორ იქცევით ხოლმე? მე მაინც ვეუბნები. მე მაგალითად ვთვლი, რომ აი, იცით რა არის, აი, ჩემთვის მაგალითად კონსულტაცია რუქის ასოცირდება იმასთან, რომ აი მე რისთვისაც შეიძლება მივმართო ადამიანს. ასტროლოგია არ არის მკითხაობა. ძალიან ბევრისთვის რატომღაც დღესაც არის რაღაცა დონეზე ეს გაიგივებული, რომ გაუცილებლად რაღაცა ნათელ გზებზე უნდა ელაპარაკო და
რაღაცა თქვენ გწყინთ, როდესაც ამას ამბობენ. იცით რა, მწყინს სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა დამჭირდა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მესწავლე, იმიტომ ჩემი პირველადი განათლება აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა. მე ვარ ჟურნალისტი. მე მაგ დიპლომატიური აკადემია დამთავრებული და სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი თავის დროზე. 15 წლის იყავით, როგორც ვიცი, როდესაც კი, ძალიან პირველი შეხება დავინტერესდი. გქონდათ. კი, და ეს არის ბებიაჩემის დამსახურება. იმიტომ რომ სხვათა შორის ეს ახლა იცით რომელი პერიოდია, მაშინ როდესაც ასტროლოგები არ არსებობდნენ და საერთოდ აი რაღაცა სხვა განზომილებაში ვიყავით და მაშინ იყო ესეთი წიგნი ეძიე ვარსკვლავი შენი. სადაც ყველაფერი ეწერა, მე მგონი ასტროლოგიის გარდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგადად ადამიანი, რომელიც მიმართავს ასტროლოგს, სინამდვილეში მას ესაჭიროება ძლიერი ფსიქოლოგი. ეგეთი შემთხვევებიც არის, კი. იცით რა არის, ნახეთ, ასტროლოგიას ძალიან ბევრი მიმართულება აქვს ზოგადად. არის ასტროფსიქოლოგია, არის ასტრომედიცინა. არიან ადამიანები, ვინც რაღაცა ცხოვრებისეულ გზაგასაყარზე დგანან და არიციან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. არიან ადამიანები, ვინც სასოწარკვეთაში არიან და ჭირდებათ უცხო ადამიანის დახმარება, იმიტომ რომ რაღაც პასუხებს ეძებენ და იქ ვერ მოძებნეს სახლში, ოჯახში და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად სხვათა შორის დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანები საკუთარ თავს კარგად არიცნობენ. არიცნობენ საკუთარ თვისებებს, პოტენციალს. აი ძალიან ბევრისთვის მithქვავს, რომ აი შენ შეგიძლია. უი არა, ყოფილა ესეთი პასუხი. არა ცხოვრებაში არ გამიგეთებიან. და სულ ვთავაზობ ხოლმე, რომ აბა მოდი სინჯე. თუ არ მოგეწონა, არავინ არ დაგაძალებს ხო იმ რაღაცის გაგრძელებას. ძალიან ბევრს უპოვია საკუთარი თავი. ძალიან ბევრი ადამიანი არის ეს სხვათა შორის ხშირად ჭირთ უფრო აი ცეცხლოვანი და წყლის ზოდიაქოს ნიშნის ტანდემი, ვისაც აქვს აი ესეთი შინაგანი კონფლიქტები აქვთ. სადაც აი გულით მინდა, გონებით არ მინდა და ასე შემდეგ რო ემართებათ, ხო? ეს ასტროლოგიაზე არის დამოკიდებული თუ იმ გარემოზე, რაშიც იმყოფებიან? არა, ეს ფსიქოტიპია. თვითონ ფსიქოტიპია ადამიანი, შეიძლება არც კონდეს უარყოფითი გარემო, როგორ გავმიჯნოთ ახლა ფსიქოტიპი და ასტროლოგია? ნიშნები. თვითონ ნიშანს აქვს თავისი დახასიათება, თავისი სუსტი და მძლიერი მხარეები, რომელიც ჩვენ მერე ფსიქოტიპს განაპირობებს, ჩვენ ხასიათს, უნარჩვევებს. დღის და ღამის მანათობელი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. დღის მანათობელი არის მზე და ღამის მთვარე. და სხვათა შორის ადამიანის ზუსტი დახასიათება ამ ორი ნიშნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა მხოლოდ მზის, იმიტომ რომ ახლა ძალიან მარტივია რა დაფიქრდე თქვენ თვითონ, წარმოიდგინეთ სულ 12 ზოდიაქოს ნიშანი გვაქვს. ხო შეიძლება რომ ყველა ლომი იყოს ერთნაირი. ხო, ანუ მარტივ სამყაროსთან მოვდივართ, ვერ განვითარდება სამყარო, ხო? ანუ შეიძლება თქვენ იყოთ ლომი, თქვენს გვერდით მყოფიც იყოს ლომი, მაგრამ რადიკალურად ხასიათობრივად განსხვავდებოდეთ ერთმანეთისაგან. ეს არის პლანეტების განლაგება უკვე როგორი არის პირად ინდივიდუალურ უქაში. და მე ეს განლაგება რა პოტენციალს გაძლევს. ზოგი ძალიან ბედნიერია, ზოგი პირიქით. ხო, ზოგი პოულობს მარტივად საკუთარ თავს, ზოგი მუდმივად ძიებაშია. ეს ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. როდის გადაწყვიტეთ გადაგედგათ ის ნაბიჯი, რომ საკუთარ თავზე აიღოთ იმის პასუხისგებლობა, როდესაც ადამიანს არ ბოდიში აძლევთ რაღაც კონკრეტულ რჩევას, რომელიც არის მაგალითად დამოკიდებული ოჯახზე, ჯანმრთელობაზე, დაეჯახება თუ არა მანქანა. ეს ალბათ უფრო თავისით მოვიდა, იყო რაღაც ერთი პერიოდი, როდესაც მე ჯერ კიდევ სწავლობდი ასტროლოგიას. ძალიან ესეთი თავიდან ძალიან დიდი ნაპრალივით გაჩნდა ჩემსა და ჩემ მეგობრებს შორის. გაჩნდა, იმიტომ რომ რაღაცა გაიყო ინტერესები, ხო? იმათ აბსოლუტურად სხვა რამე აინტერესებდა, მე სხვა რამე მაინტერესებდა და
დღემდე მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ბოღმა არა ვარ. დავდებდი და ვთხოვდი, რომ გეხოცები მითხარი რომელ საათზე გაჩდი, რუქა უნდა გაგიკეთო. თქო და ნუ აი როგორ დამცინოდნენ იცი? რუქა არა ის. მე ნუ რამოდენიმეს რა თქმა უნდა გამოვტყუე დაბადების დრო. და რაღაცები რო უთხარი. ნუ დაემთხვა, მოხდა, რაღაცა ისე წარიმართა ყველაფერი. და მე ის თავისით მოვიდა აი ჩემ მეგობარს გაუკეთე. მე იმან თავის მეგობარს უთხრა. იცი რა იმა რუქა გამიკეთა და მოდი რა შენს გაიკეთე. მე იმანთან როგორც ხდება, ხო? იმიტომ რომ მე არასოდეს არ მქონია, ნუ პირადად მე რეკლამა, რასაც ქვია. ზოგადად ასტროლოგები ფულს გამოიმუშავებენ ხალხის ნდობაზე. სად გადის ის ოქროს შუალედი ნდობისა და დახმარების შორის და აი მანიპულირების? მე არასოდეს არ ჩემთან კონსულტაცია არასოდეს არ არის ის სარჩული, რომ შენ მე აუცილებლად კიდე უნდა დამეკონტაქტო. ეს ყოველთვის არის არჩევითი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მithქვავს, რატომ გაიგეთეთ რუქა. თქვენ ხო პრობლემა არ გაქვთ. თქვენ ხო არაფერი არ გაინტერესებთ, ანუ ესე როგორ ხვდებით რომ არ აინტერესებთ? რუქა არის, წარმოიდგინეთ, თქვენი პასპორტი. ადამიანი შეგიძლია დაახასიათო, ვიზუალურად წარმოიდგინო, როგორია, რანაირია. აღნაგობა გაიგო ადამიანის როგორია. რა ხასიათი აქვს, როგორ მოიქცევა რაღაცა სიტუაციაში. სხვათა შორის ეს ცოტა რთულია ურთიერთობებისთვის. განსაკუთრებით პირადის ნაწილში. იმიტომ რომ რაღაცა წინასწარ იცი. ხო, ანუ ესეთი ვარდისფერი სათვალე არ არსებობს მაგ დროს. ზუსტად ამ თემაზე მაქვს კითხვა, ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე, რომ თქვენ ამბობდით, რომ წინასწარ იცოდით, როდის დასრულდებოდა თქვენი ურთიერთობა. ეს დაგეხმარათ იმაში, რომ მომზადებული იყავით ამ ტკივილისთვის? იცით რა, ალბათ დამეხმარა ტკივილისთვის მომზადებულიყავი. ეს გადაწყვეტილება რაღაცა მომენტში მე თვითონ მივიღე. ანუ გვერდიდან არ იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ანუ რუქა აქ არაფერ შუაშია. რუქა იმ შუაშია, რომ ეს რუქითაც ვიცოდი, მაგრამ აქ კიდე გარდა მაგისა იყო რაღაცა ემოციური, ასე ვთქვათ, მომენტიც, რომელიც რუქასაც რო თავი დაანებო, როდესაც მიდის ემოციები, იქ ურთიერთობებიც მთავრდება. ზოგადად შეიძლება დავარქვათ სიყვარულს წრფელი, როდესაც ვიცით, როდის დასრულდება ის? გურ არა, რა თქმა უნდა. თავარია იმ წუთას იყოს ის ნამდვილი და მართალი. ასე არაფერს არ მოყვება გარანტია, რომ მთელი ცხოვრება გაგყვება. მე თქვენ ერთ საიდუმლოს გაგიხელთ, რომ ყველა სულიერი ადამიანის გარანტია და ცოცხალი ადამიანის გარანტია არის სიკვდილი. დანარჩენი ყველაფერი მოსაძებნია და მოსაპოვებელი. მეტი გარანტიით თქვენ არ დაბადებულ ხართ. რას ფიქრობთ, რომ არ გცოდნოდათ წინასწარ თქვენი ჰოროსკოპის პროგნოზი, ხო, რაც იყო დამოკიდებული სიყვარულზე, უფრო ბედნიერი იქნებოდით ამ ქორწინებაში? როცა ვიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ქორწინებაში. იცი რა, ხარისხი არ განაპირობებს დღეების და წლების რაოდენობას. ხარისხი უნდა იყოს იმ წუთას. და ხარისხს უნდა გრძნობდე იმ წუთას. და რა უთხრათ იმ ადამიანს, ვისაც უნდა რომ აი ერთხელ შექმნა ოჯახი და უნდა რომ აი სიკვდილამდე გავყვეს? გასაგებია, ბედნიერება უნდა ყველას. მუდმივობა უნდა ყველას. ყველას უნდა რომ იყოს ჯამთელი, მთელი ცხოვრება. ყველას უნდა რომ არჩევანი რომელიც მან გააკეთა,
პირად პარტნიორთან ურთიერთობის ნაწილში იყოს 100 წლიანი, ხო, ეს არჩევანი, რაღაც ესეთი ზღაპარივით. ყველას უნდა რომ კონდეს ძალიან ბევრი ფული ან იყოს ძალიან წარმატებული. ეხლა ნებისმიერი ადამიანი რო გააჩეროთ, არც ერთი არ გეტყვით იმას, რომ მე ეს არ მინდა. ხო და მაგაში გეთანხმებით აბსოლუტურად, თუმცა მე ის მაინტერესებს რამდენად სწორია, როდესაც ეუბნები მაგ ადამიანს, რომ აი მაპატიე, მაგრამ შენ ვერ იქნები წარმატებული ან ფულიანი. ან მაგალითად შენ შემდეგ თვეში მოკვდები. არა, ნახეთ, აი ამ შემთხვევაში შენს თავაზობ მას არჩევანს. როგორ გამოიყურება ეგ არჩევანი? ეს არჩევანი გამოიყურება ესე, რომ აი ამ ნაწილში შენ გაქვს ამდენი დრო. დადგება მომენტი, როდესაც დღევანდელობა შეიძლება დამთავრდეს. და თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი ცხოვრება მთავრდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღე აღარ გექნება. უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გადახო ცხოვრების ახალ ეტაპს, იმიტომ რომ ჩვენ ვითარდებით, არ შეიძლება მთელი ცხოვრება რაღაცა მოგწონდეს. მე ცოტა ვერ წარმომიდგენია 16 წლის ასაკში გააკეთო არჩევანი, მაგალითად თუნდაც პროფესიის და 36 წლის ასაკში იყო ძალიან ბედნიერი იმ არჩევანით, რომელიც 16 წლის ასაკში გააკეთეთ, ხო? ეხლა ყოველი მეორე ადამიანი რო გააჩეროთ, პირველადი პროფესია სხვა აქვს. ყოფილა ისეთი პროგნოზი, რომელიც გინახავთ და არ გითქვამთ ადამიანისთვის. კი, გარდაცვალების ნაწილი. დაასრულდა. კი. ზოგადად ასტროლოგთან მიდის ადამიანი, ჩემი აზრით, მხოლოდ კი არა, ეს რადიკალური აზრი არ არის. კრიზისში მყოფი ადამიანი. უმეტესწილად. კი. ის იმ მომენტში სჭირდება დახმარება. კი. რამდენად სწორია მასეთ მომენტში ესაუბრო მას მომავალზე და კარმაზე? აუცილებლად უნდა ესაუბრო. თქვენ რომ ჯვარი გეწეროთ, მაგრამ გჭირდეთ რამე და მიხვიდეთ ექიმთან. და ექიმმა გითხრათ, რომ აი გაქვს ეს დაავადება, რომელსაც ეხლა სჭირდება რადიკალური ჩარევა ოპერაცია და ეს ოპერაციას დღეს თუ გაიკეთებ, შენ ხვალ იცხოვრებ. და გექნება ხვალინდელი დღე და მომავალი. როგორ გონიათ, არ უნდა გითხრათ? ეგ ექიმის მოვალეობა გეთანხმებით. ესეც ესია. ანუ მე არ ვიბრალებ რო ექიმი ვარ, მაგრამ ესეც ხო კურნებისთვის არის იმისათვის, რომ ხვალ კარგად იყო. და სიკვდილის თემას როდესაც ვეხებით? არ ვეხები ამ თემებს არასოდეს. ის რაც გარდაუვალია. არა, ის რაც გარდაუვალია ადამიანის ცხოვრებაში. შეიძლება ადამიანს უთხრა, მაგალითად, თუ აქვს უბედური შემთხვევის მომენტი, რომელიც მარტივად შეიძლება თავიდან აიცილოს და ძალიან ბევრს უსარგებლია მსგავსი რჩევით და აუცილებია, მაგალითად. ან მე მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია ესეთი, აბსოლუტურად სხვა მიზეზით გაუკეთებიათ რუქა და რუქა მაჩვენებს, რომ რაღაცა ისახება, ან უკვე არსებობს ისეთი ფარული დაავადება, რომელიც ცოტა დაუჯერებელია ჩემს ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, როგორ შეიძლება რუქამ დაინახოს აი დღეს მე რა მჭირს? ძალიან მარტივად. აი როგორ ამიხსენით, ეგ მაინტერესებს. რუქა შედგება 360 გრადუსისაგან, 12 ნიშნისაგან. თითოეული ნიშანი მართავს გარკვეულ ორგანოებს. 360 გრადუს აქვს თავისი თითოეულ გრადუს თავისი დახასიათება, არის მძიმე და არის კარგი გრადუსები. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი გაწერილია. მე მქონდა ჩემთვის ესეთი ჩემ პრაქტიკაზე ვისაუბრებ. დაახლოებით ის იყო 2016 წელი. აღმოვაჩინე პრობლემა ჯანმრთელობის ჩემს რუქაში. რო გითხრათ, რომ რამე მაწუხებდა, არაფერიც არ მაწუხებდა. მაგრამ რუქას ჰქონდა პრობლემა და გადავწყვიტე, რომ გადამემოწმებინა. საკმაოდ დიდხანს ვეძებდი. ამის გამო თურქეთშიც ვიყავი წასული, სადაც არ დადასტურდა დიაგნოზი და ონკოლოგიაზე საუბრობთ? დიახ. და დაახლოებით 6-7 თვის მერე საკმაოდ ცუდი დიაგნოზი დამიდასტურდა, რომელსაც მე ძალიან დიდხანს ვეძებდი და დიაგნოზი რომ დამიდასტურდა, ეს იყო ჩემთვის ისეთი შვება,
შვება იყო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ ვიცხოვრობდი და არ მოვხვდებოდი. თავარი იყოთ მიეგნოთ ამ ყველაფრისთვის. და მე მახსოვს მაშინ ჩემს ქირურგთან რომ მივედი ვუთხარი რომ მოკლედ თქო ამ დღეს უნდა გამიკეთოთ ოპერაცია მეთქი და ამ საათზე თქო მე აღარ გავიკეთებ მეთქი და ეგ რუქაში ნახეთ და მაშინ ჩემმა ქირურგმა მითხრა ბარემ ლანცეტს გაგატანო და შენი თქვენი თუ გინდა ყველაფერიო ესეთები ხდება ხოლმე ცოტა მძიმე თემას უნდა შევეხო თქვენ ცხოვრებაში იყო ასეთი მომენტი როდესაც მამაზეც გარდაიცვალა დიახ და რუქაში ეს ნახეთ კი ესეც იყო როგორი შეგრძნება შვილისთვის როდესაც ნახულობს რომ აი არ ვიცი ახლა დედლაინები როგორი იყო კატასტროფა პირდაპირ გეტყვით უთხარით მას არა ვინმესთვის კითხვა ამ ოჯახის წევრებს არავისთვის მარტო ვზიდე როგორი ეს პასუხისმგებლობა მორალურად სანამ ის მოხდებოდა 12 წლით ადრე დაახლოებით ქონდა პირველადი ეპიზოდი გული გაუჩერდა და ნუ რა თქმა უნდა კლინიკა ექიმები და მე მახსოვს რომ მაშინ ექიმი გამოვიდა და თქვა რომ ნუ ვერ შველითო რა ყველაფერს გავაკეთებთ მაგრამ არ არსებობსო ძალიან დაბალი პროცენტი არისო მე გაჩერდა გული ხო და ეს ელექტროშოკი რო გაუკეთეს არ ამუშავდა გული და მაშინ მახსოვს მითხრა რომ დღეს არ მოგტება მეთქი მახსოვს ექიმს უთხრა დღეს არ არის მისი დღე თქო და რაღაცაზე მომაწერინეს ფურცელზე ხელი რომ რაღაცა ძალიან დიდი ვოლტის იმიტომ რომ ну პრაქტიკულად უკვე თვლიდნენ რომ გარდაცვლილი იყო და აი მის მერე ექიმი გამოვიდა გული ამუშავდა და აღარ დამელაპარაკა იმის მერე მამამ 12 წელი იცხოვრა თუმცა ეს იყო 2012 წელი ზაფხულის პერიოდი და დღემდე მახსოვს ეს ზაფხული მქონდა იმის განცდა რომ თავარია სექტემბრამდე მივიდეთ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ზაფხულში ქონდა ეს შეერთება მაგრამ ვერ მივედით იქ უკვე მისი პრაქტიკულად სასიცოცხლო რესურსი ამოწურული იყო და მოხდა ის რაც მოხდა მაინტერესებს რას განიცდით თქვენ კონკრეტულად თქვენზე მაინტერესებს ზოგადად ასტროლოგებზე არა თქვენი მენტალური ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში არ ილახება? თავიდან მიჭირდა ძალიან დღეს აღარ მიჭირს დღეს ვისწავლი როგორც ინსტრუმენტის ისე გამოყენება თერაპიაში ყოფილ ხართ? არა არასოდეს რაღაცა არ ვიცი ალბათ ძალიან გამზარდა ამ ყველაფერმა და რაღაცა იცით რა მარტო საკუთარი პრობლემები არ არის აი სხვა ადამიანიც რომელიც მოდის ძალიან დიდი პრობლემებით ზოგს რა აწუხებს ზოგს რა მაზეც გაქვს ემოციები რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ აი შენ იყო კარგად და სხვა არ გაინტერესებდეს მაზეც ღელავ მაზეც გაქვს ემოციები ხანდახან გაორმაგებული და გასამაგებული გაქვს ხო პასუხისგებლობები ისეთი რაღაცა გადაწყვეტილება შეიძლება ადამიანს მით უმეტეს კალწულისთვის ძალიან ამიტომაც ძალიან მიყვარს დეტალებში ჩაწვდომა ანუ არასოდეს არ ვურჩევ ადამიანს ზედაპირულად არ მოვიცილებ ესე ვთქვათ თავიდან თუ მე თვითონ არა ვარ იმ პასუხში დარწმუნებული რასაც ვაძლევ ოდესმე მნიშვნელოვნად შემცდარ ხართ პროგნოზში ყოფილა კი ცდომილებები არ შეიძლება ითქვას რომ არ ყოფილა ცდომილებები თუმცა ეს ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული ანუ არასწორ დათვლაზე არა ბევრ რაღაცაზე შეიძლება თქვენ არასწორად იცოდეთ თქვენი დაბადების დრო აქ უკვე ცდომილება წუთები
ცვლის სურათს, წუთები, გიცვლის ასცენდენტს, გიცვლის თარის დგომას, პლანეტების განლაგებას სახლებში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ადამიანს რა პასუხს სცემთ ხოლმე? როგორ უხსნით ამას? თავაზობ, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცით რა არის, აი მნიშვნელოვანი შეცდომა რა შეიძლება იყოს. პროგნოზი მართლდება, ოღონდ დროში არ ჩდება. ასცენდენტი ახსენეთ, რა ნიშნად მხედავთ? აი თქვენი ჯდომის მანერიდან გამომდინარე, ალბათ უფრო ცეცხლოვანი ნიშანი ხართ. რომელი? ლომი? არა. აბა? თუმცა პირველი არ ხართ, ვინც ამას მეუბნება, სულ მეუბნებიან რომ მაშინ ლომი გაქვთ დატვირთული ძალიან. აშკარად, თუმცა ასცენდენტი მაქვს სასწორში, მაგრამ მე თვითონ ვარ მერწყული. არა, გავხართ სასწორს საერთოდ. მეც ფიქრობ რომ არ უკავალ. არანაირი სასწორის თვისება არ გაქვთ და არც ენერგია. რა მომენტში ადამიანი კარგავს ობიექტურობას და ხდება ასტროლოგიაზე დამოკიდებული? ეს ემართება ძირითადად ისეთ ფსიქოტიპებს, ვისაც ზოგადად აქვთ თვისება დამოკიდებულება რო ქონდათ რაღაცაზე ძალიან სხვათა შორის აი ქალწულებს სახასიათებს ეს ძალიან რაღაცებზე ჩაციკულა განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება. მორიელებისთვის არის ეს ძალიან დამახასიათებელი საოცრად. ძალიან ახასიათებ და აი მაშინ ხდებიან დამოკიდებულები ადამიანები ასტროლოგიაზე, თუმცა მე ყოველთვის ყველას ურჩევ რომ ადამიანი გაჩნდა თავისუფალი არჩევანით. ხმერც რანდობოდა რომ ამაზე დამოკიდებული ყოფილიყავით, მაშინ ალბათ რამე ჯანმრთელობის პრობლემა გექნებოდათ ხო და იქნებოდით მუდმივად რამე მედიკამენტზე ან ექიმზე დამოკიდებული. არასოდეს არ უნდა დაკარგოს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება. არც ერთ შემთხვევაში, რაც მაგალითად აი ჩემ შემთხვევაშიც ესეა. არასოდეს არ უკარგავ ამის უფლებას. თუ კი ვუშვებ შეცდომას, ალბათ ის შეცდომა ჩემთვის იმ წუთას ღირებულია. და იმიტომ ზოგადად მე შეცდომების არასდროს არ მეშინია და პირიქით სულ ვამბობ, რომ აშკარად ეს რაღაცისთვის იყო საჭირო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის სწორი და მართალი ყველაფერში ვერ იქნები. ადამიანი ხარ და გაქვს იმის უფლება, რომ გქონდეს შენი რაღაც. უარი გითქვამთ ისეთი ადამიანისთვის, რომელიც ერთი და იგივე კითხვით მოდის რამდენჯერმე თქვენთვის. ძალიან ბევრჯერ მithქვავს, ძალიან. და აი რას უხსნით ხოლმე, რას ეუბნებით? რა შენის არ გჭირდება. ამას წინათაც მქონდა ესეთი შემთხვევა გუშინ წინ. კითხვა დამისვეს და არ ვუპასუხე. შეგნებულად და უთხარი რომ არ გიპასუხებ, იმიტომ რომ შენ ცხოვრებას აი ეს ამის გაგება უკვე აღარ ჭირდება. რა არის ტოპ 3 კითხვა, რომელზეც მოდიან ძალიან ხშირად თქვენთან? პირადი ფული, ფინანსები და ჯანმრთელობა. აი ეს ტოპ 3 კითხვაა. რომელია ყველაზე რთული თემა თქვენთვის? არც ერთი, ყველა ერთნაირია. ყველა ნაწილში გაქვს პასუხისგებლობა. ფინანსებია და დაბანდება, სამსახურის დაწყება, სამსახურიდან წამოსვლა, ხო? ჯანმრთელობა რა თქმა უნდა ისედაც გასაგებია. რაც შეეხება ურთიერთობებს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კითხვა გასცე ადამიანს, სწორი პასუხი გასცე უბრალოდ ადამიანს, იმიტომ რომ ან დაოჯახებას აპირებს, ან ოჯახის დანგრევას აპირებს, ხო? გააკეთებინო არასწორი არჩევანი და მე მთელი ცხოვრება ინანოს. ესე ჩინი პასუხისგებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ მეტწილად უფრო ქალები მოგმართავენ თქვენ. არა, მამაკაცები. მართლა? ძალიან ბევრი. ეს არის ბიზნესი. ეს არის რაღაცა ფინანსური დაბანდებები. ანუ პროცენტულად მამაკაცები უფრო ძალიან ბევრია. საოცრად. თუმცა არ აღიარებენ, ხო გაუბნებით. მე მქონდა ესეთი შემთხვევა. ესეთი ერთ-ერთი ბიზნესმენი ძალიან ხშირად სარგებლობს ხოლმე კალენდრით, რომელსაც მე ვუდგენ და რაღაცა კალენდარში ქონდა რაღაც წითელი დღეების კვირაული და მაინდა-მაინც იმ კვირაულში დაემთხვა რაღაც სერიოზული შეხვედრების, ასე ვთქვათ, პერიოდი და მამან გადაწყვიტა რომ თავიდან აეცილებინა და უთხრა
თავის პარტნიორს, რომ სიცხე მაქვს ცუდა თუ არა და დღესო ვერ შევძლებ და აი 2 დღეში უკვე კარგად ვიქნები. მოკლედ, საღამოსოდ გავედიო სადღაცო და შემხვდა მაინდა-მაინც საღამოსო ის კაციო, ვინც უნდა მენახომ ერთ თვითონ მიყვებოდა ამ ყველაფერს და იმერე რატომ მომატყვილეო იმას უთქვავს და რა გინდა უკაცრავად გადამეკიდეო წითელი კვირაები მაქვს, წითელი დღეები მაქვს და სამაგიეროდ მე მაქვს მწვანე. ორი დაიჯახა ორივე ერთმანეთს. ერთმანეთს დაიჭი. კი, ძალიან ბევრი სარგებლობს, მართლა ძალიან ბევრი სარგებლობს. ჩვენი პოლიტიკოსები ბევრი. ყავთ ძალიან. ქართული ოცნების წარმომადგენლები. ყველანაირი. ოცნებაც ამყავს და არა მხოლოდ ოცნებაც. თქვენი აზრით ქართული ოცნების გადაწყვეტილებები მე აპოლიტიკური რუკაზე. ადამიანი ვარ. არ რუკიდან გამომდინარე თქვენი აზრით სარგებლობენ რომ როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას უყურებენ რუკას კარგი იქნება ეს გადაწყვეტილება თუ არა ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას რაც მათ აწყობთ იმას ეგოისტები ვართ. ანუ ზოგი ხალხის შემთხვევაში აუცილებელი არ არის აქვს თუ არ აქვს რუკა მაინც გააკეთებს იმას რაც უნდა რა თქმა უნდა. და არც ის არ არის გარანტირებული რომ რამე უთხრა და დაგიჯეროს. როგორ შევაფასოთ 2025 წელი ასტროლოგიის კუთხით ძალიან მძიმე. ერთ-ერთი უმძიმესი წელი და გარდამავალი წელი. 2025-მა შეაჯამა, დაასრულა და ახალი სტარტაპები გვეწყება თებერვლიდან 2026 წლის. 2025 ერთგვარი ციკლის დასასრულია შეიძლება ითქვას და როგორც საწყისი ძალიან რთულია, შუა პერიოდი ადაპტირებადია ხოლმე როგორც წესი, ასევე დასასრული ძალიან მძიმეა. 17 თებერვალს დასრულდება. ანუ როდესაც შემოვა რეალური ახალი წელი. ხა კი ჩვენ რა თქმა უნდა მთელი სამყარო 31 იანვარს იზეიმებს ამე ახალ წელს, თუმცა აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი დადგება 17 თებერვალს. თქვენ როგორც ასტროლოგი როდის აღნიშნავთ ხოლმე ახალ წელს მე ყოველთვის როდესაც აღმოსავლური კალენდრი. ანუ 31-ში არა რა თქმა უნდა ხა დედა ჩემია იქ და საცივი უნდა გააკეთოს და გოზინაყი. ერთი სული მაქვს მე საცივი კი, ეს რაღაც ქართული ტრადიციული სუფრა უნდა არსებობდეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის მაგალითად არის ათვლა უბრალოდ იწყება ახალი წლის აღმოსავლური კალენდრით. როგორ აღნიშნავთ ხოლმე 17 თებერვალს ხვდები ყოველთვის და იმ სიმბოლოებს ვახვედრებ, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია და ერთ თითებში გოზინაყი მაქვს ხოლმე კიდე გადანახული, რომ ოჯახს ვაჭამო. როგორ იქნება 2026 წელი? ახალი საწყისია, სასწაული წელია მართლა, ძალიან დინამიური, ძალიან აქტიური წელია. გვექნება ის განცდა დისკომფორტის იმისა, რომ ვერ ვასწრებთ რაღაცას, იმიტომ რომ ძალიან ჩქარი ტემპია. საოცრად. ანუ სწრაფად გაივლის. ძალიან და სულ გაქვს იმის განცდა რომ ის რაღაცა 12 საათი დღის არ ყოფნის, რომ რაღაცა შენი საქმე გააკეთო. 2026 წლიდან ჩვენ მოგვიწევს ვიცხოვროთ დღეს და ეხლა. ძალიან საინტერესო არის ერთი ამბავი, რომ ჩვენ ხო გამოვედით უკვე თევზების ეპოქიდან. 2000 წელი იყო თევზები ეპოქა. ну ეს უფრო რაღაცა ისეთი ცოტა ძიმე და სიღრმის მომცემი ეპოქა იყო და ეხლა გადავდით მერწყულში. ხო. ანუ მერწყულებისთვის კარგი წელია. კი, ეპოქა, მოდი ესე ვთქვათ. მithumetes მერწყულში ხა არის ეხლა რა 2024-ის ნოემბერში შევიდა პლუტონი. ერთ-ერთი ყველაზე პატარა პლანეტა მზის სისტემაში. მაგრამ საოცარი ენერგიის მოტანი, ყველაზე ძლიერი ენერგიის. მეორე მზეს უწოდებენ მას ასტროლოგიაში და დიდი რევოლუციების მომტანი 20 წლით არის პლუტონი შესული მერწყული ზოდიაქოს ნიშანში. რადიკალურად გამოცვლის ფასეულობებს, რადიკალურად გამოცვლის შეხედულებებს, თავისუფლების, ასე ვთქვათ, გრძნობა. სხვათა შორის ესე რომ დააკავშირო რაღაცებს, ხო? აი ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ პლანეტები მუშაობს. ძალიან მარტივ მაგალითებს მოგიყვანთ.
აა 2000 წელს 19-ის ბოლოს პლანეტა სატურნი გადავიდა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. მერწყული ხო არის ახლა პირველი რაც აქვს მერწყულს, ეს არის თავისუფლება. არ უნდა იყოს შეზღუდული, უნდა იყოს თავისუფალი, თავისი დრო, გადაწყვეტილებები მას უნდა ეკუთვნოდეს. მერწყული არის 5-ის მერე მოვალ და 5-ის მერე შეიძლება მეორე დღის 5 საათზე მოვიდეს. და არ უნდა დაავალო, ასე ვთქვათ, რაღაცა 2 ან 3 დავალება ერთად შენ ვალდებული ხარ გააკეთო, ეს მერწყულთან არ შეიძლება ესე ილაპარაკო. თუ გინდა გააკეთე უფრო ჭრის ხოლმე, თუ შეგიძლია. და ამ დროს შევიდა პლანეტა სატურნი, რომელიც არის ესეთი მკაცრი მასწავლებელი, კარმონი ნაწილი, შეზღუდვების მომტანი. რა მოხდა 2000 წელს? მსოფლიო ჩაიკეტა. თავისუფლების განცდა დაკარგა მსოფლიო. ნახე, ოღონდ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. იმიტომ რომ ამან აი ამ ტრანზიტმა ხელი შეუწყო რას? ინტერნეტი მეტად შემოვიდა. ჩვენ გადავედით ონლაინ კომუნიკაციებზე. იმიტომ რომ რა მერწყულის ანუ სფეროს რო შეხედო, ხო? ეს არის ონლაინ კომუნიკაციები, ინტერნეტი. კი ბატონო. YouTube. და ნახე, ერთის მხრივ ჩაგვკეტა, ანუ არ მოგცა უფლება, რომ სადმე ერთად წავსულიყავით, სადღაც დამჯდარიყავით, რაღაცა გაგვეკეთებინა, მაგრამ სამყარო დააკავშირა ერთმანეთს აი ინტერნეტის საშუალებით. განვითარებისკენ წაიღო ეს ყველაფერი. სხვათა შორის, აქ ერთ მაგალითსაც მოვიყვან, რომ ალბათ დამეთანხმებით 2020 წლამდე ქეში ფული ძალიან აქტუალური იყო და ყველას ჯიბეში ედო ქეში ხო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხო ყველას ქონდა რაღაცა საბანკო ანგარიში თუნდაც იმიტომ რომ ხელფასი დაარიცხოდა, მაგრამ როგორც კი დაერიცხებოდათ, გარბოდნენ და გამოქონდათ, ხო? ხელფასი, რატომ უღაც არ ენდობოდნენ იმ ბარათს, სადაც ედოთ. ქეში აკრძალა. მივხვდით, ესეც ნახეთ, უფრო ციფრულ ნაწილზე გადაგვიყვანა. ეხლა 2024-ში შემოვიდა უკვე პლუტონი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. პლუტონი კიდე რევოლუციების მომწყობი პლანეტა არის და რა ხდება 2024-ის ნოემბრიდან, აბა შეხედეთ. გააქვთ პროგნოზი, როდის დასრულდება? ეს ჯერ კაი ხანს არ დასრულდება. ჩვენი გარემო? ზოგადად, აი ეს ქაოსი რაც არის, ახლა საუბრობთ ჩვენს ქვეყანაში. თუნდაც აი სისტემური ცვლილება უნდა მოხდეს და ამას დრო ჭირდება აუცილებლად. თუმცა ის აუცილებლად მოხდება, გარდაუვალია. დაახლოებით ეს არის 2024 წლიდან რო აიღო, ეს არის დაახლოებით 5-6 წლის პერიოდში. ან 2009-ში 2030-ში შეიცვლება 29-30-ში გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც სისტემას შეცვლიან. სანამ სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე ვისაუბრებთ, ზოგადი კითხვა მინდა დავსვა, რა გავითვალისწინოთ 2026 წელს? 2026 წელს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სადაც კი ჩავიციკლებით და სადაც კი არსებული კომფორტის ზონების დატოვებაზე ვიტყვი თუ არს, მოვა სტაგნაცია. ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა გავყვეთ ენერგიის ნაკადს, აუცილებლად. რაოდენ უცხოც არ უნდა იყოს იმ წუთას ის ენერგია თქვენთვის. შეიძლება ახლა ბევრმა იფიქროს, რომ ამას აქში ახლა მე კიდე რაღაცა ახალი უკნა გავაკეთო, ვისწავლო რა სისულელია. ხო, ბევრს აქვს ეს დამოკიდებულება, მაგრამ სხვანაირად დაკარგავთ აქტუალურობას იმ სფეროში, რომელშიც ხართ. აუცილებლად უნდა გადავაფასოთ მე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სატურნი და ნეპტუნი ერთად, ნეპტუნი არის პლანეტა, რომელიც 165 წელიწადში ერთხელ მოდის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. სატურნი არის პლანეტა, რომელიც 29.5-30 წელიწადში ერთხელ საოცარ რევოლუციას მოაწყობს ეგოს ნაწილში ადამიანის. აქაც გადავაფასოთ საკუთარი თავის მიმართ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, იმიტომ რომ აქ მე ვიმსახურებ აღარ არის. მე უნდა დავიმსახურვა, მე უნდა ვიმუშაო.
ამისათვის. აქ სახელები და გვარები აღარ იქნება გადამწყვეტი. გადამწყვეტი იქნება ის ყველაფერი, რასაც გააკეთებთ. და არა ის რომ აი მე ხა ესა ვარ, ამას წარმოვადგენ, ან რაღაცა ამის შვილი ვარ და ამიტომაც მე ეს მეკუთვნის. აი ეს ეპოქა უკვე მიდის. კარგია. ეს ძალიან კარგია. როგორ შევხვდეთ ახალი 2026 წლის ღამეს? ხა თქვენს დიდად ხმაური არ უყვარს. იმიტომ რომ ეშინია ხმაურის. ყველაზე კარგი იქნება ოჯახურ გარემოში. რა თქმა უნდა, ახალი წლის შეხვედრა. კატეგორიულად არ გამოვიყენოთ წითელი ფერი, იმიტომ რომ წითელი შეგიძლიათ, აი წითელი და ყავისფერი მაგალითად გამოიყენოთ უკვე როდესაც აღმოსავლური კალენდრით შემოვა. ანუ 18 თებერვალს შეგვიძლია. 17-ში. ან შემდეგ დღიდან მიგულისხმე. წითელი ფერი შეგიძლიათ მაშინ გამოიყენოთ და 31-ში არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ცხენის და ამ წლის სიმბოლო აუცილებლად უნდა იყოს, რომ გავაცილოთ. გველი. გველი სიმბოლო და ცხენის სიმბოლო მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს, რომ ესეთი მშვიდობიანად გავაცილოთ გველი. როგორც გასრიალდეს. და აი ეს ყველანაირი ნეგატივი წაიღოს, რაც გქონდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, 2025 წელი არის შეჯამების წელი, ამიტომაც იყო ძალიან რთული. და რთული იყო თითქმის გლობალურად 12-ვე ნიშნისთვის, აი ძალიან ცოტა გამონაკლისები არის. და გამონაკლისები არის ის ხალხი, ვინც ალბათ იბრძოლა და არ შეუშინდა და რაღაცა იმუშავა საკუთარ თავზე და ასე ვთქვათ, ცხოვრებაზე, რომ არ გაჩერდა და ვინცაც შეეშინდა და გაჩერდა, მათთვის ძალიან მძიმე იყო. გადავიდეთ ალბათ ყველაზე მაყურებლისთვის საინტერესო ბლოკზე. რა ელოდება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს? დავიწყოთ ვერძით. ვერძებისთვის რევოლუციური წელია. ერთის მხრივ ამ ზოდიაქოს ნიშანში იდგება ნეპტუნი. ნეპტუნი ათვლას აიღებს იანვრის ბოლოდან, ეს არის სადღაც 27 რიცხვი. და მერე უკვე 14 თებერვალს დაეწევა მას პლანეტა სატურნი. ნეპტუნი არის ესეთი მე მიყვარს, მე მინდა, მე მსურს, მაგრამ მეორე მხარი აქვს ესეთი ილუზიების ცოტა მომტანი პლანეტა არის. ხოლო სატურნი არის ჩვენი კარმული ნაწილი. მასწავლებელი ჩვენი კარმული, რომელსაც მოაქვს შეზღუდვები. აი მათი უშუალო შეერთება წლის პირველი ნახევარი გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვერძებისთვის, მათ ხო ისეთი ხასიათი აქვს, ხა პირველები არიან და ხშირად ვეუბნები ხოლმე ვერძებს, რომ სანამ კედელს მოანგრევთ, ჯერ დაფიქრდით, რომელი კედელი უნდა მოანგრევთ, მერე ნუ კითხულობთ, თქო, როცა მონგრეული გაქვთ, თქო, ხო, იმიტომ რომ ძალიან ეგოცენტრიკები არიან. ანუ მე და სულ ცდილობენ, რომ წინ იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა, კაი სიტუაციაა, ცუდი სიტუაცია, მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაცა წინ დადგნენ. თან საკმაოდ ემოციურები, ცეცხლოვანები, გაწიწმატება ახასიათებთ, ხოლმე ესე ალი მოედებათ, ჩაიფერფლებიან და მშვიდდებიან. და აი აქ ვერძებმა უნდა ისწავლონ ფიქრი. ალბათ ნუ სწორი იქნება თქვა სიტყვა გაიზარდონ ფსიქოემოციურად. ისწავლონ გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმების დაწყობა და არა დღეს და ახლა, როგორც უყვართ. ისწავლონ შეაფასონ სწორად საკუთარი ძალები. იდეალური წელი ექნებათ თუ აი ამ თვისებებს საკუთარ თავში იპოვიან და გამოიყენებენ. ბრწყინვალე მიღწევები შეიძლება ზოგადად ამ ზოდიაქოს ნიშანს კონდეს და ფავორიტადაც კი ჩაითვალოს წლის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე გავაკეთებ ისე, როგორც მე მინდა და ყველაფერი კარგად იქნება. ანუ აი ერთგვარი გასაყარია ვერძებისთვის, გააჩნია როგორ დაგეგმავენ. რა შეეხება კურუებს. აი კურუებს მინდა მიულოცო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი დაახლოებით 7 წელი
ამ ზოდიაქოს ნიშანში იდგა პლანეტა ურანის ტრანზიტი, რომელიც ასევე ძალიან იშვიათი ტრანზიტი არის 84 წელიწადში ერთხელ მოდის. და კუროებს ერთგვარი ესეთი რევოლუციების მომწყობი და სპონტანურობის პლანეტა არის, რომელიც კუროს არ უყვარს ზოგადად. იმიტომ რომ მიწის ზოდიაქოს ნიშანია კურო და უფრო რაღაცა კომფორტისკენ, სტაბილურობისკენ, ასე ვთქვათ, აქვს აქცენტები და უცებს შენ რაღაც გინდა რომ გადმოახტუნო რაღაცა სიმაღლიდან. და რაღაცა გარკვეული ლიმიტი მისცა. აი ნახე ბევრს გააკეთებდნენ თუ ცოტას გააკეთებდნენ რაღაცა კონკრეტული, აი თუნდაც იგივე ფინანსების ნაწილში, ხო? თითქოს რაღაცა ლიმიტი მისცა. თუ იმაზე ცოტა მეცი შოვიდნენ, მაშინ გასავალი ქონდა და მაინც იმ ლიმიტზე ჯდებოდნენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფინანსების ნაწილში, არამედ მათი შესაძლებლობების ნაწილსაც ძალიან სერიოზულად პასუხობდა და აი გაზაფხულზე გადის ურანი მათი პირადი ზოდიაქოს ნიშნიდან. ამოისუნთქავენ მართლაც. ძალიან ისეთი კარგი პერსპექტივების წელი აქვთ. დაგეკმავენ, ბევრის გაკეთება შეუძლიათ საკმაოდ. აი ფიდბექებიც ექნებათ აი რაღაცა გაკეთებულის, რაც აქამდე ვერ მიიღეს. საყურადღებო იქნება ოქტომბრის ბოლო პერიოდი, როდესაც ოქტომბერ-ნოემბერი, როდესაც ვენერა წავა რეტროგრადულ მოძრაობაში მათთვის. ვენერა ხო მათი მმართველი პლანეტაა. ხო და აი აქ არ უნდა შეცდენ, იმიტომ რომ ესეთი პერიოდები ყოველთვის უკავშირდება ვენერა გარდა ფინანსური ნაწილისა, ასევე სიყვარულის და ურთიერთობების პლანეტა არის და ეს რაღაც ესეთი დიდი დაბრუნება წარსულიდან არის მოსალოდნელი კურას ცხოვრებაში და კარგად უნდა დაფიქრდნენ, უნდათ თუ არა წარსულში დაბრუნება და ასევე ყურადღება მიაქციონ თავიანთ ფინანსებს. აუცილებლად. ტყუპები. აი ტყუპებში გადადის ურანი, მაგრამ ეს იქნება ინტელექტუალური აფეთქების პერიოდი, იმიტომ რომ ტყუპის ენერგიასთან ძალიან კარგად იმუშავებს ურანი, კრეატიულობის, ინფორმაციის, ხოთი შორის აი განათლების სისტემაში იქნება ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთი ცვლილებები, რომელიც რაღაც შეიძლება რევოლუციურ ცვლილებებითაც კი ჩაითვალოს. ბევრი ინფორმაცია მიღწევადი იქნება და უფრო გაიხსნება და საერთოდ ურანის ფონზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც 7 წელი აპირებს რომ იყოს, ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება. და ისეთ რაღაცებს გავიგებთ, რაც აი ძალიან შოკის მომგვრელი იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის. ისეთი ძალიან ისეთი სტარტაპების წელი აქვს პრინციპში ტყუპებს, რომელიც 2026-ით არ შემოიფარგლება. ანუ მიმდინარე პერიოდი უბრალოდ 2026 მათთვის სტარტაპის მომცემი იქნება. კირჩხიბი. კირჩხიბები საოცრად ემოციურები, ერთი მსახიობის თეატრს ვეძახი მე ზოგადად. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს, სულ ნერვიულობს თუ არა და მოიფიქრებს ხოლმე რაზე აქვს ანერვიულო. კირჩხიბი არის ის ზოდიაქო, სადაც უკვე აი წლის პირველ ნახევარში იდეალურად იმუშავებს იუპიტერის ტრანზიტი, მართლაც. შეძლებენ რაღაც ესეთი გარემოს მოწყობას, ოჯახური გარემოს დაათბობენ ურთიერთობებს. ძალიან ბევრი კირჩხიბის ხოთი შორის წლის პირველ ნახევარში ოჯახსაც კი შექმნის. რაღაცა სახლს მოაწყობს ისე როგორც თვითონ უნდა. რაღაცა ისეთი მყუდრო და ისეთი ბედნიერების, ასე ვთქვათ, პერიოდი აქვს, სადღაც ივლისამდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერე გაუფუჭდებათ. უბრალოდ აი ეს წლის პირველი ნახევარი არის აი ძალიან ისეთი სწრაფად განვითარებადი პოზიტიური მოვლენების, რომელიც რა თქმა უნდა მერე გაყვებათ. რაც მაგალითად 2025-ში ვერ მიიღეს. ელოდებოდნენ, მაგრამ ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სხვა თანმდევი არადადებითი ენერგიების ტრანზიტებმა შეუშალეს ხელი. ლომი ფავორიტია. ლომი არის წლის ფავორიტი, იმიტომ რომ შედის პლანეტა იუპიტერი. ივლისიდან. ნახე, პირველი ნახევარი აქვს ლომს იმისათვის, რომ მოაგვაროს ოჯახური საკითხები, გაიკეთოს რაღაცების ნიადაგი და წლის მეორე ნახევარი აქვს იბრძყვინოს. მართლაც
კარიერული წარმატება, შემოქმედებითი წარმატება, ახალი იდეები, ახალი კომუნიკაციები, ურთიერთობები, ახალი პროექტები, ან ძალიან აქტიურები იქნებიან, ლომები, ძალიან ენერგიულები იქნებიან, თან ძალიან ლამაზები, როგორც იმიტომ რომ ლომია. და საკმაოდ ისეთი 2026-ის მეორე ნახევარი და 2027-ის პირველი ნახევარი ლომების ცხოვრებაში ძალიან ისეთი გადამწყვეტი პერიოდი არის. გამოიყენონ ჯობია იუპიტერის ტრანზიტი, სანამ აქვთ, იმიტომ რომ ესეც არის პლანეტა, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ მოდის ადამიანის ცხოვრებაში და ძალიან დიდი სერიოზული, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ესეთ პერიოდებში. ქალწული. ქალწული არის ის ნიშანი, რომელმაც ომი გაიარა. შემიძლია თამამად ვთქვა და ვხუმრობდი კიდეც ამას წინათ, რომ ქალწულები თებერვალში შევიკრიბოთ თქო და მოვითხოვოთ, რომ მედლები დაგვიდათ წმინდა გიორგის. ეს იყო კატასტროფა. მართლა კატასტროფა იყო, რომელიც ერთიანად არ მოსულა, რა თქმა უნდა, მოვიდა ტალღებად. ათვლა იყო 2023 წლიდან ამ ენერგიამ. სატურნი შევიდა თევზებში. რატო დაარტყა ქალწულს? იმიტომ რომ თევზები არის ოპოზიცია და ურტყავს ქალწულის მზეს, მთავარ ენერგეტიკულ პლანეტას. აიქიდან დაიწყო დაუსრულებელი სერიალი ქალწულის ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს არ დამთავრდა. დღესაც მიმდინარე, უბრალოდ რაც კი შეეძლო ყველაფერი გააკეთა, ხა მეც ვეღარაფერს ვეღარ ისამს. და იყო ესეთი კიბეები, მოდი ესე ვთქვათ. პირველი იყო მარტი 2023-ის, მეორე იყო ოქტომბერი. რა მოხდა ოქტომბერში 2023-ის? მოხდა ის, რომ წამოვიდა ლილიტის ტრანზიტი შავი მთვარის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. და ეს იყო რაღაცა კოშმარი და კატასტროფა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ორმაგად, ანუ წარმოიდგინე სატურნი, რომელიც არის ესეთი კარმული ვალების გასასტუმრებლად მოსული პლანეტა და აქ მოვიდა კიდე შავი კარმა. მერე მოხდა აგვისტოში ის, რომ და მთელი 2024 წელი გაგრძელდა ეს ლილიტის ტრანზიტი. იქიდან გამომდინარე, რომ 9 თვიანია და 9 წელიწადში ერთხელ მოდის და მაინც მაშინ შეუსრულდა 200 წელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მერე იყო ზაფხულში უკვე კარმული კვანძების დაბრუნების პერიოდი, ქალწულსა და თევზების ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც ისიც 18 წელიწადში ერთხელ ხდება და მაინც ეხა მოხდა. და აი ამ კარმულ კვანძებს ესეთი, იცის იმას რომ დაადებენ ხოლმე ტორტზემოდან. დაერთო ზუსტად ქალწულის და თევზების ღერძზე დაბნელებების კორიდორი. არ ვიცი, აი ბოლივუდიც ვერ გადაიღებს მერწმუნეთ, ისეთი სცენარი ხდებოდა თევზების და ქალწულების ცხოვრებაში. თუმცა თევზებს მაინც იცი რა კონდ კი და ახლა თევზები მეც ხიცი აი ზოგადად დეპრესიული ნიშნები არიან ზოგადად თევზები და ცოტა ჩაიკეტნენ და მაინც თავის გარემოში, თუმცა მე გეტყვით ერთ რაღაცას, ეს იყო პერიოდი ძალიან ბევრი რუკა მქონდა ამ პერიოდში, სადაც მენტალური პრობლემები დაეწყო ხალხს, იმიტომ რომ ბევრის ფსიქიკამ ამას ვერ გაუძლო, ფიზიკურად ვერ გაუძლო. რა ელოდება სასწორს? სასწორებს ელოდებათ ის, რომ აი როგორც ვთქვი, ვერტში შედის სატურნი და რა თქმა უნდა სასწორის ოპოზიცია იქნება 2 წელიწად ნახევარი, ანუ 2026-2028 წლებზია საუბარი, აპრილში 2028 წლის დამთავრდება ოპოზიცია მზის და ის რა ქვია სატურნის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. სხვათა შორის მე რაღაცას გეტყვით, სატურნის ტრანზიტი არ იქნება ისეთი ტრაგიკული არც ვერძისთვის და არც სასწორისთვის, როგორც იყო ქალწულისთვის და თევზებისთვის, ესეთი მძიმე სატურნი ყავდა 2018-ში თხის რქას და აი მაშინ იყო ეს პერიოდი, რაც თხის განულდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ძალიან ბევრი პრობლემების წინაშე დადგა. და მერე ქონდა დამძიმე აი თევზებს და იმას, იმიტომ რომ თანდები ტრანზიტები დაემთხვა ძალიან ბევრი, ეს მარტო ერთ კონკრეტულ პლანეტაზე არ იყო საუბარი.
ну ეს ნიშნავს იმას, რომ სასწორებს მოუწევთ მეტად თამამები იყვნენ დაძლიონ თავიანთი, ასე ვთქვათ, აი ეს შინაგანი კომპლექსები, იმიტომ რომ მზე დაღმავალია სასწორი ზოდიაქოს ნიშანში და სულ ჭირდებათ ესეთი ბექებში ვიღაცა, რომ მიდი შენ მაგარი ხარ, იცი და გამოგივა და რაღაც ბევრი არი ფიქრონ, უსმინონ საკუთარ ინტუიციას, იმიტომ რომ აი სასწორი შემთხვევაში ძალიან მაგრად ამართლებს პირველადი ემოცია. აი თუ აი რაღაცა რომ მოვა და გრძნობ, რომ აი ხა შენ უნდა იმოქმედო, ხო? ნუ ჩერდებით სასწორებო და ნუ ფიქრობთ ყველაფერზე. თორე იმდეს ფიქრობენ, რომ საერთოდ დავიწყდებათ, რაზე დაიწყეს მერე ფიქრი. რისთვის დაჯდნენ სამზარეულოში და ერთი კვირა რატო გამვიდა სამზარეულოში ჯდომის ფონზე. ამიტომაც ენდეთ პირველად ემოციებს, ენდეთ თქვენს ინტუიციას, იმოქმედეთ და განვითარდით, იმიტომ რომ სატურს ძალიან უყვარს, როდესაც მუშაობს საკუთარ თავზე. როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო, ნუ მოეჭიდებით კომფორტის ზონებს ადამიანებო. კომფორტის ზონები ცვალებადია, ეს უნდა გახსოვდეთ. მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. მაგ შემთხვევაში. მორიელმა ეხლახანს დაამთავრა შავი მთვარის ტრანზიტი, ვულოცავ მორიელებს. მაგრამ სხვათა შორის ძალიან ბევრმა მორიელმა შეძლო ამ ტრანზიტის ძალიან კარგად დამუშავება იმის ფონზე, რომ უარყოფითი ტრანზიტები ყოველთვის ტრაგედიას არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცები უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ამ ნაწილში გვაქვს პრობლემა და ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს პრობლემა აღარ არსებობდეს. საკმაოდ ისეთი აქტიური წელი იქნება მორიელებისთვისაც ძალიან დიდი შესაძლებლობების პირადი ცხოვრების აწყობის წელი იქნება, მით უმეტეს ურანი თუ კუროდან გადის, მორიელის ოპოზიცია აღარ იქნება, ურანი და ბევრი უფრო აი მაგალითად აი ძალიან წაადგებათ ეს ყველაფერი თვითგანვითარების და კარიერის კუთხით. მორიელებს ძალიან უყვართ კერძო სფერო მეტწილად არიან, იმიტომ რომ ვერ იტანენ უფროსებს, ბრძანებებს, რაღაცა საათებს რო უმოწმებენ, რატო დაიგვიან ამ დროზე ადრე რატო წავიდა, ამიტომაც საკმაოდ ისეთი ფინანსურად ძალიან ისეთი კარგი წელი აქვს და თან აქვთ ისეთი წელი რა, ბევრი თავგადასავლების წელი აქვთ პირადი ურთიერთობების ნაწილში, არ მოიწყენენ ნამდვილად. შვილდოსანი. აი აქ შეიძლება ითქვას, რომ მედალს ორი მხარი აქვს. იმიტომ რომ ერთის მხრივ არის პროგრესი მშვილდოსნის ცხოვრებაში, თუმცა მეორეს მხრივ არის 9-თვიანი ტრანზიტი ლილიტის, შავი მთვარის. მორიელიდან აბასაც წავიდოდე ხა თუ არა მშვილდოსანში, ხო? რომელიც გაგრძელდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე 2026 წლის. მშვილდოსნის პრობლემა რა არის? არის ის, რომ აქ თავისი ფილოსოფია ბურთიოდ კუთხედია და არაფრის გაგება არ უყვარს. სანამ თვითონ არ დაეჯახება რაღაცებს. აქედან გამომდინარე პირველი რაც არის ამ ნიშნისთვის რეკომენდირებული, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ნიშანია სხვათა შორის მშვილდოსანი და ეს მრავალწახნაგიანია მშვილდოსანი, ძალიან არასოდეს ვიწროდ არაზროვნებს ეს ნიშანი. მართავს მე-9 სახლს, მე-9 სექტორს ასტროლოგიურს, ეს არის უცხოეთი, უცხოელები, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, კულინარია. ერთ-ერთი ნიშანია სხვათა შორის, ვინც აი ექსკურსიაზე რომ მიდის ხოლმე, გიცეს უსმენს. მართლა ინტერესებს ის ექსკურსია, რისთვისაც მიდის. სხვაები რო შოპინგზე მიდიან, ეს შეიძლება ძალიან სერიოზულად ჩაუყრმავდეს რაღაც თემებს. მაგრამ ხელს უშლის ემოციები, იმიტომ რომ ძალიან ცოცხლოვანია. ძალიან ფეთქებადია ზოგადად. და ლილიტი დაგანახებთ თქვენს მინუსებს. შეძელით დაინახოთ და აღიაროთ. აი სარკესთან რო დაგაყენებენ, ხო, გაშიშლებულ მდგომარეობაში, ეს არის ლილიტის ეფექტი. თუ რამე არ მოგწონთ, აუცილებლად იმუშავეთ ამ რაღაცებზე, იმიტომ რომ ლილიტის დამუშავებას ძალიან დიდი დამუშავების შემთხვევაში ძალიან დიდი სიმაღლეები მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში, როგორც კარიერაში, ასევე პირადში, ასევე სულიერი ძალიან დიდი განვითარება იცვლება მსოფლმხედველობა. მაგრამ ჩვენ თუ აი ყველაზე დაბალ დონეზე ვჩებით და დაბალი დონე რა არის ემოციების დონეზე, რაზეც ვჩებით, ხო? მაშინ ძალიან დიდი პრობლემების მომდანი არის. ძალიან სერიოზული და
ამიტომაც აი ამ კუთხით ერთგვარი არჩევანის წინაშე. ამიტომაც აი კიდევ ერთხელ ამბობ 2026 წელს მათთვის როგორც მედალს ორი მხარეა გააჩნია რა კუთხიდან შეხედავენ. თხის რქა. ნუ თხის რქები აი აქ ცოტა მჭიდაობაელი თხის რქებს საკუთარ ავტორიტეტთან. მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ცოტა ხო ისეთი უხასიათოა ზოგადად თხის რქა. ცოტა. ხო, აი ეს აქ ემოცია. უხარიაწყი. აი ესეთი ემოცია აქვს ზოგადად გინდა რომ რაღაცნაირად გამოიყვანო ამ ემოციებზე. და შარშან ხო გითხრა რომ უყვარ ხარ და ეხლა თუ რამე შეიცვლება გაგაგებინებს აუცილებლად. აი ეს თემა აქვს და ნუ არის თან ძალიან კარიერისტი ხო? ეხლა მე-10 სახლის მართველი ნიშანია. და ეს არის მიზნები, კარიერა, სტატუსი, მდგომარეობა, ქონება, მოხვეჭა, იმიჯი, ასე შემდეგ და უცებ ეხლა ეს რაღაცა პატარა პლუტონის შემოსული მერწყული ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც ეუბნება, რომ ეხლა დღეს და ამ წუთას იცხოვრაო, ხო წარმოგიდგენიათ ხა იმისთვის ეს რას ნიშნავს. ამიტომაც აი ცოტა მოუწევს ჭიდაობა ამასთან დაკავშირებით. რაღაცების ცვლილებები. სწორი მეთოდებით იბრძოლოს ვურჩევ ავტორიტეტისთვის და კარიერისთვის. მოძველებული მეთოდები აღარ გამოიყენოს, იმიტომ რომ პრობლემადური იქნება მერე. შეიძლება ესე ცოტა უხეშად დაეჯახოს მერე, ასე ვთქვათ, გარემოს. მოუწევს რომ ასე ვთქვათ ფეხი აუწყოს რა მოცემულობას და რა თქმა უნდა პირველ რიგში ყურადღებით იყოს ფინანსებთან დაკავშირებით რომ არ გააკეთოს არასწორი ასე ვთქვათ კაპიტალ დაბანდებები. ნუ ზოგადად წელი მათთვის არ არის ახლა განსაკუთრებულად რთული. რაღაც ისეთი გარდამტეხი რაღაც უარყოფითი თემების მომტანი, მაგრამ არის მაინც გარდამავალი, ესე ვიტყოდი. დადგა ჩემი ნიშნის დრო. რა გველოდება მერწყულებს. თქვენ მომავალი 20 წელი გველოდებათ, ვართ 2026 კი არა, ნუ საოცარი განვითარების წელია 2026 წელი და ეს არის მის წელი. სხვათა შორის მერწყულებში ძალიან იფეთქებს ეს თავისუფლების განცდა. აი ძალიან ისეთი ხმამაღალები გახდებით აი ამ თავისუფლებასთან და თავისუფალ აზროვნებასთან მიმართებაში. იმიტომ რომ აი რაღაც ხმის ამოღება რომ მოგინდება, ხო იცით, რაღაცეების თქმა, აი ზუსტად ესეთი განცდა მერწყულებისთვის, ახალი განვითარება სრულიად. ახალი ინტერესებია, ძალიან ბევრი ახალი სახეებია, მასებთან ურთიერთობა გექნებათ ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ პლუტონი ეს არის მასა ხალხის. და ოღონდ ნახეთ ინდივიდუალური აზროვნებიდან უნდა გადავიდეთ კოლექტიურ აზროვნებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იცოდეთ. იმიტომ რომ მასასთან უნდა კონდეს ერთი აზრი, რომ ეს განვახორციელოთ. აი თხის რქისთვისაც ეს მომენტია რა. ნახე, მე ვთვლი არა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენ ვიმსჯელეთ, ჩვენ ქონდა დისკუსია, ჩვენ ქონდა რაღაცა, მოკლედ, ჩვენ რაღაც საერთო აზრი შევქმენით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ ამართლებს. იმიტომ რომ მარტო ვერ იქნები, მარტო ვერ გააკეთებ. ისეთი უნდა გააკეთო, რომ სადაც ბევრი ადამიანი მოიაზრება. აი თქვათ იგივე თქვენი გადაცემა, ხო? აი აქ შეგიძლიათ თქვენ რაღაცა თქვათ, რაღაცა გააკეთოთ, რაღაც გამოკითხვის რუბრიკა. თქვათ და მე ის გაითვალისწინოთ. იგივე თემები, ადამიანებს რა აინტერესებთ, ვინ აინტერესებს. ძალიან საინტერესო იქნება, ხო? ანუ რას მოგთხოვენ ადამიანები, ხო? უნდა შეძლოთ როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის მიღებაც და მე ამისი სწორი, ასე ვთქვათ, შეფასება. აი, მაშინ არის უკვე პოპულარული, მაშინ არის ყურებადი, მაშინ სხვათა შორის მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ
თუ არ არსებობს კრიტიკა, ვერ ვითარდებით. არ არსებობს კრიტიკა. ოღონდ კრიტიკაზე მაქვს ლაპარაკი და არა ბულინგზე. იმიტომ რომ იმ ადამიანებს, ვისაც უყვართ ბულინგი, თვლი რომ არიან უბედურები. არ შეიძლება ბედნიერი ადამიანმა ვიღაცა აბულინგო, იმიტომ რომ აზრად არ მოგივა, რომ ვიღაცა უნდა აბულინგო და ყველა ესეთ ადამიანს ვუსურვებ, რომ ბედნიერება ეპოვოთ ცხოვრებაში. და ხასიათი შეეცვლებათ მერე. მაგრამ აი ეს აზრის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. თევზები. თევზებისთვისაც, როგორც ქალწულებისთვის, ერთ-ერთი მთავარი დასასრულის პერიოდი არის თებერვალი. სხვათა შორის, ქალწულები უფრო სწრაფად შეძლებენ ადაპტირებას, თევზებს ცოტა დრო დაჭირდებათ ამისათვის. რეაბილიტაცია უნდა გაიარონ. ზოგადად ამ ნიშნებმა ისე თევზის ორი კატეგორია არსებობს, რო იცოდეთ. ერთი კატეგორია არის ესეთ მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, მეორე ტიპიური მანიაკი არსებობს კიდე თევზი. აი პირდაპირ გაგებით. ხო და დაჭირდებათ რეაბილიტაციის გავლა, ზოგადად ეტაპობრივად გამოვლენ ამ მდგომარეობიდან. მე ვუსურვებ, რომ არ ჩაიკეტონ 2026-ში. ძალიან უყვართ ხოლმე ეს რაღაცა ფარდების ჩამოფარება და სიმარტოვეში ინტროვერტული, ასე ვთქვათ. ოკეანის ნიშანია ზოგადად თევზი ასტროლოგიაში 3 წყალი არსებობს, კირჩხიბი, მორიელი და თევზი და თევზი მართავს ოკეანეს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თევზს, მაგრამ ყოველთვის აქვს იმის სურვილი, რომ აი ამ ოკეანეში ჩადგას აკვარიუმი და იქვე იცურაოს, რომ დაცულად იგრძნოს თავი და აი კაკრას 2026 წელი არის ის, რომ აი ამ აკვარიუმიდან უნდა გამოვიდეს. გაცილებით მეტად თამამები იყვნენ, მეტად აქტიურები იყვნენ, სხვათა შორის მეორე სექტორი გამოდის სატურნი, ნეპტუნი თევზისთვის, ვერძი, სადაც შეერთება იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია ათვლა იქნება 2026 მათი ფინანსური მდგომარეობისთვის. მოუწევთ რაღაცა სიახლეების მიღება, რაც ხათევს ცოტა უჭირს ხოლმე, ზოგადად. ძალიან კარგი ინტუიცია აქვს და ვუსურვებ, რომ თავის ინტუიციას ენდონ, იმიტომ რომ როგორც წესი ამართლებს ყოველთვის. და უფრო მეტად აქტიურები იყვნენ ფინანსურ ნაწილში, იმიტომ რომ ერთგვარი იცით როგორ აი როგორც ნახე, რასაც დათესავ იმას მოიმკი, პირდაპირ მნიშვნელობით. ბოლო კითხვა. რისი გეშინიათ? მეშინია ისეთი რაღაცის, რაც შეიძლება ვერ შევცვალო. არ მეშინია პრობლემების. ესე ზოგადი პრობლემების, იმიტომ რომ ყველა პრობლემას აქვს საწყისი და ათვლა. ღმერთმა არასოდეს ისეთი განსაცდელი არ მომივლინოს, რასაც ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებ. აი ამის. მადლობა დიდი. მადლობა მოწვევისთვის.